ვალერი არქანიანს არტ გალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალუბლიშვილი, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჭლიანთან ერთად, აზდაკის ბაღის სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილს და დასის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს ის გადაწყვეტილება გააცნო, რომელიც ინტეგრირებული თეატრისთვის უახლოეს პერიოდში სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ინტეგრირებული თეატრი აზდაკის ბაღი 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს აერთიანებს. დღეს მე ვარ უზომოდ ბედნიერი, ვინაიდან ჩემს გუნდთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ინტეგრირებულ თეატრს აზდაკის ბაღს მიენიჭოს აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მთავრობის ხდომაზე იურიდიულ ჩარჩოში მოვაქცევთ. ჩვენი ვალია რომ ჩვენს ახალგაზრდებს დავეხმაროთ ინტეგრაციაში, ასევე მინდა გითხრათ რომ სულ მალე რამოდენიმე დღეში მათი 10 წლის იუბილეა და ძალიან მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის ამ მნიშვნელოვან თარიღს. ბატონმა ლევანმა და გუნდმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთან დასში რამოდენიმე აფხაზეთიდან დევნილი მსახიობიც არის. და აი ამით დაკავშირდა ალბათ ჩვენი ურთიერთობა და მართლა არ ვიცი რა, ეს თეატრი ღმერთმაინებოს რომ რაღაცნაირად მედიატორი გახდეს აფხაზეთის და ჩვენი ურთიერთობის და რაღაცნაირად მომავალ წელს თუ არა შეიძლება ამ წელს აფხაზეთშიც გვეთამაშოს.